ცხვირავაშვილების ოჯახს 5 თვის ნიკოლოზის გადასარჩენად 25,000 ევრო სჭირდება შვილიშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მძიმის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი მიკროცეფალიით არის დაავადებული და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, რომელიც გერმანიაში უნდა ჩატარდეს. პატარის მკურნალობისათვის საჭირო თანხა ოჯახს არ გააჩნია. ნახეთ თემაზე ჩვენ სიუჟეტში. ოჯახს, რომელსაც 5 შვილი დაეღუპა, ახლა მე-6 შვილის გადასარჩენად იბრძვის. 5 თვის ნიკოლოზი უკვე 3 თვეა იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პატარა თანდაყოლილი დეფექტით მიკროცეფალიით დაიბადა. ნიკოლოზის დიაგნოზი მოგვიანებით უფრო დამძიმდა, როდესაც ავადმყოფობასთან პლევრიტიც დაერთო. ბავშვს გული უკვე 2-ჯერ გაუჩერდა. პატარა ზუსტად არის 3 თვე სახლში არ ყოფილა, არც ამ საწოლში არ წოლილა. არის ახლა ამჟამად რეანიმაციაში. 25,000 ევრო ეს ის თანხაა, რომელიც პატარა ნიკოლოზს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება. ოჯახს ეს თანხა არ აქვს. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება, ბავშვმა მხედველობაც დაკარგა. ეხლა სუჟანგბაძე არის შეერთებული. როცა ჟანგბაძეა, კუნჩხვები არ აქვს, მაგრამ საერთოდ აქვს კუნჩხვები. ოჯახი ქართველი ექიმების რეკომენდაციით გერმანიაში ერთ-ერთ წამყვან კლინიკას დაუკავშირდა. გერმანელმა ექიმმა, რომელმაც ბავშვის ანალიზები შეისწავლა, მშობლებს მისი განკურნების პირობა მისცა და პაციენტის გერმანიაში ჩაყვანა მოითხოვა. გერმანელ პროფესორთან გვაქვს მიმოწერა, ის დაგვფირდა, რომ ამ 25,000 თანხა ევროს მოძიების შემთხვევაში რო ჩავალთ, გვექნება სწორი დიაგნოზიც და მკურნალობაც. გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ბავშვი თუ იქნება წაყვანილი, ასე ვთქვათ, გერმანიაში, იქვე არის უფრო მეტი შანსები, რომ ბავშვი გახდეს კარგად და ხალხისგან ვითხოვ, რა თქმა უნდა, კიდევ დახმარებას, რომ რამენაირად იქნება დაგვეხმარო. დაფინანსების თხოვნით ცხვირავაშვილება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, თუმცა უწყებამ ოჯახს საზღვარგარეთ მკურნალობის დასაფინანსებლად ხარჯების კალკულაცია მოსთხოვა. ამ პროცესს კი დრო სჭირდება, რომელიც პატარა ნიკოლოზს არ აქვს. ოჯახმა საბანკო ანგარიშიც გახსნა. ცხვირავაშვილებს ახლა რიგითი ადამიანების ქველმოქმედების იმედი აქვთ.